მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედი თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მოვედი მძიმე არტილერიით, გვექნება ორი დასტილი გაშლა. Ახლავე გეტყვით, რომ ეს გაშლა არ არის სუბუქი ხასიათის, ყოველი შემთხვევაში ესეთი განწყობით მოვედი და ასეთი გაშლა მინდა გავაკეთო. და შესაბამისად ამ გაშლას ვუყურებთ ისინი, ვისაც პრობლემა აქვს პირად ურთიერთობაში, იმიტომ რომ მინდა რომ დღეს გავქეკოთ თქვენი პარტნიორის ქვეცნობიერი, გავაკეთებთ აუცილებლად სიგნიფიკაციასაც, გაშლა ერთვარიანზე იქნება, ამიტომ სიგნიფიკაციას აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ, რომ ვიცოდეთ გაშლა არის თუ არა თქვენი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე უყურეთ გაშლას, თუ რა თქმა უნდა, ემთხვევა სიგნიფიკაცია და რეზონირდება მით უმეტეს. შეიძლება რამე საინტერესო, რომც არ ემთხოვდა, შეიძლება რამე საინტერესო იპოვოთ ამ გაშლაში თქვენთვის, ხო, რჩევა იქნება ეს თუ რაღაცა სახის მინიშნება. მაშინ ასე გაშლა არის ერთვარიანზე, სანამდე დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. ხშირად კომენტარებში რომ წერენ ხოლმე რაღაცა სხვადასხვა სახელებს, ჩემი სახელია ეკატერინე, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. მოკლედ, განეწყოთ ახლა გაშლისთვის, მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათი, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი და შესაბამისი განწყობის შემდეგ უკვე როდესაც შეიქმნით შესაბამის განწყობას, უკვე შეგიძლიათ უყუროთ გაშლას. მაშინ დავიწყოთ, გავქეკოთ თქვენი პარტნიორის ქვეცნობიერი, ნახოთ რა ხდება აქ. ნახოთ რა ხდება აქ. დასაწყისში, რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია, გავაკეთოთ მოდი რამდენიმე დონიანი სიგნიფიკაცია, 2 იქნება, 3 იქნება საჭირო მის მიხედვით. შევხედოთ ეხლა კონკრეტულად რა მდგომარეობა არის თქვენთან, დავახასიათოთ თქვენი თავი, ანუ თქვენი თავი ამ სიტუაციაში, თქვენი პარტნიორი ამ სიტუაციაში, ანუ სამდონიანი სიგნიფიკაცია გამოგვივა და მშვენივრად მიხვდებით თქვენი არის თუ არა ეს გაშლა. თუმცა ხანდახან ხდება ხოლმე რომ სიგნიფიკაცია საკმარის ინფორმაციას არ გვაძლევს, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა და ჯობია გაშლას უყუროთ თავიდან ბოლომდე. მაშინ ასე, რა მდგომარეობა არის ახლა თქვენს ურთიერთობაში? მდგომარეობა არის ესეთი, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ თქვენი ურთიერთობა. თქვენი ურთიერთობა არის მისული რაღაცა კულმინაციამდე, როდესაც არის რაღაცა ზღვარი, ხო, აი რაღაცა ესეთი წითელი ხაზი გავლებული და ამ წითელ ხაზით უკვე რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი არის ის, რომ ან გრძელდება ეს ურთიერთობა, ან არ გრძელდება, იმიტომ რომ აქ ემოციები პიკზე არის, დაძაბულობა პიკზე არის. ეს არ ნიშნავს იმას, როდესაც ვამბობ მე რომ ემოციები პიკზეა, რომ არიქა დამთავრებულია ყველაფერი და აღარ არის პირიქით, შეიძლება აქ ძალიან დიდი სიყვარული იყოს, ძალიან დიდი გრძნობები იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა შეიძლება იყოს დაძაბულობაც, ხო? როდესაც ემოციები ხარ არის მხოლოდ სიყვარული, ხო? სიძულვილის ემოცია არის, სიბრაზეც, ანუ ნებისმიერ სახის ემოციაზე არის აქ საუბარი, აი რაღაცა პიკზე არის მისული და თქვენ ორივე ხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ან უნდა გადაწყვიტოთ ისე, ან ასე, ხო? ანუ რაღაცა მდგომარეობამდე უნდა მიხვედეთ. ისევ და ისევ ემოციებზე უნდა ვისაუბროთ, ხო? თქვენს წყვილის მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, და ხდება აქ შემდეგი რაღაცა, ხო? აქ არის აი საქანელა, ემოციური საქანელა, როდესაც თქვენც და თქვენი პარტნიორიც, მათ შორისა თან ვარეღამ გავშლი სიგნიფიკაციას თქვენზე და თქვენს პარტნიორზე, რომ შევსებულად ვისაუბრო, ესე ვთქვათ. მოკლედ,
ემოციებზე ვსაუბრობდი აქ, რომელიც თქვენ ურთიერთობაში არის და კი ბატონო დამიდასტურა უკვე თქვენმა სათითაო სიგნიფიკაციამაც, რომ ემოციების დიდი საქანელა არის აქ, როდესაც დიდი ამპლიტუდა არის, როდესაც მოძრაობა არის ძალიან დიდი, ხო ხანდახან თქვენს და თქვენი პარტნიორიც ფიქრობთ, რომ всё, მორჩა რაღაც გზნობები მაქვს, რაღაც აქ მინდა ურთიერთობა და არაფერი არ მინდა საერთოდ, მერე მეორე მომენტში ხდება ისეთი რაღაცა, რომ პირიქით გაიღუძებს ისევ ეს გზნობები, რამაც თქვენ შეგაერთად, რამაც თქვენ ერთად გამყოფ ამდენი ხანი, ხო, და თითქოს აი გამოასხავს, ხო, დიდი ტალღასავით გამოდის ეს ემოციები და მერე ისევ რაღაცნაირად ბრუნდება უკან. მოკლედ ფაქტია, რომ პიკი არის აქ, ხო, რაღაცა ეტაპი უნდა დასრულდეს და როგორ დასრულდება, რა თქმა უნდა, უკვე ეს ორივეზე თქვენზე არის დამოკიდებული. ეხლა ცალ-ცალკე აღებული ავიღოთ თქვენი სიგნიფიკაცია და თქვენი პარტნიორის სიგნიფიკაცია, თქვენი სიგნიფიკაცია, ხო, ანუ აიცით როგორ ხართ თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით თუ აქ ოჯახურ წყვილზე არის საუბარი, თავიდან ბოლომდე, აი, იცით როგორ ხართ, ჩატებული გაქვთ ყველაფერი ამ ურთიერთობაში, ჩატებული გაქვთ ყველაფერი ამ გრძნობებში, ხო? მაგრამ არის ემოციური გამოფიტვა. ცდილობთ თითქოს, აი, რაღაცა მომენტამდე მიხვალთ, მერე ისევ ჭირდებათ რესტარტი, ხო, გადატვირთო ენერგიით, აი ისევ და გამოიცლებით, აი წურბელასავით რაღაცა თითქოს გაცლით ამ ენერგიას და მერე ისევ ცდილობთ, რომ აი ეს მთელი ენერგია მოიკრიბოთ ისე და რასაც მოიკრებთ, ხო, როგორც მოიკრებთ, მერე ისევ ცდილობთ, რომ ისევ დაალაგოთ სიტუაცია, დააბალანსოთ მდგომარეობა, ხო? მაგრამ ამას თქვენ თავად გრძნობთ, რომ რაღაცა თქვენთან შიგნით ხდება, შიგნით არის ეს პრობლემა, ეს შეიძლება სახლში იყოს რაღაცა პრობლემა, მათ შორის შესაძლებელია იყოს აქ ნეგატივი გარკვეული სახლში, ხო? მოდით ვნახოთ ახლა ვინაიდან დაგკვირდით, რომ მძიმე არტილერიით ვიმუშავებდი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისაუბრებ ნეგატივზე, ეგრეთ წოდებულ ჯადოებზე, რასაც ეძახით, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ჯადო არ არის მხოლოდ მანდამაინც ის, რომ ვიღაცა მოვიდა და რაღაცა გაგიკეთეთ, ხო? ნუ ასე ეძახიან ხალხში, ყოველთვის ვამბობ ამას პირად გაშლაში ძალიან გარკვევით ვამბობ ხოლმე დიაგნოსტიკების დროსაც, ხო, როდესაც ვაკეთებთ ენერგეტიკულ დიაგნოსტიკას, რომ აქ შეიძლება იყოს რამე საგვარეულო პრობლემა, შეიძლება რაღაცა ოჯახზე იყოს, არა კონკრეტულად მაგალითად პარტნიორზე, შვილზე, ან თქვენზე თავად, ხო, არ ვიცი, შეიძლება ორივეზე ან ყველაზე ერთად, შეიძლება ეს ოჯახური იყოს, ხო? ამიტომ აი ეს უნდა გავსაუბროთ. მოდით ნახოთ, არის თუ არა რაღაცა ნეგატივი აქ თქვენს სახლში, ხო, სახლში გვიჩვენა, ხო, ოჯახი გვიჩვენა. ეხლა ნახეთ, აქ გაჩვენებთ თქვენ რაღაცა ინტუიცია გაქვთ, ანუ რაღაცა გარკვეული ინფორმაცია გაქვთ. ეს შეიძლება იყოს რა? შეიძლება გაკეთებული გაქვთ დიაგნოსტიკა და თქვათ იმის მიხედვით აწახოთ, ხო? ანუ გარკვეული ინფორმაცია თქვენთან ამის შესახებ მოვიდა. ეს შეიძლება იყოს რაღაცა უცნაური სიზმრები, რომელსაც ძალიან ხშირად ხედავთ და მეურდება ეს სიზმრები და თითქოს ხვდებით შინაგანად ქვეცნობიერად თქვენც თავად ხვდებით, რომ რაღაცა პრობლემა არის ენერგეტიკული სახის. მოკლედ, ასე თუ ისე სამყარომ თქვენთან ინფორმაცია მოიტანა, იქნება ეს დიაგნოსტიკა, იქნება ეს ნივთი, რომელიც თქვენ ნახეთ, თქვა სახლში, ან შეიძლება იცით აი ინტუიციურად, ან სიზმრებით ხვდებით და ნახულობთ ამას, რომ რაღაცა გარკვეული ნეგატივი თქვენთან, თქვენს სახლში, თქვენს ოჯახზე შესაძლებელია იყოს, ხო? და ეს იწვევს რას, ხო? აი ეს იწვევს მუდმივ გამოცვლას ენერგეტიკის, მუდმივ დაცლას ერთმანეთისგან. ემოციურად მერე თითქოს ისევ ეს თასი ივსება ემოციების და ისევ მიყვება, ხო? ეხლა რა ხდება თქვენს პარტნიორთან? პარტნიორი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება აქ. ნეტა გაგოგებინა რა უნდა ეხლა თვითონ მას, ხო? აქ ამოდის მესამე პიროვნებაც, ხო? ნუ უმეტესობა ეხლა ქალბატონები მიყურებენ ხოლმე, მამაკაცებმა იციან რომ სარკისებურად უნდა უყურონ გაშლას. ნახეთ რა ხდება ეხლა აქ ამოდის მესამე პირი. ეხლა მამაკაცთან ამოდის მესამე პიროვნება, რომელიც რას აკეთებს, ნახეთ. ანუ არ ღვევს წონასწორობას, არ ღვევს იმ წონასწორობას, რომლის შენარჩუნებას, რომლის შექმნას ცდილობთ თქვენ. და მათ შორის ცდილობს თქვენი პარტნიორიც, ხო? და ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორი როგორ იქცევა, ხო? ბალანსი რო გავაკეთებთ. აი თითქოს თქვენ, ახლა თქვენთვის გასაგები ხო უნდა იყოს სიგნიფიკაცია. თითქოს თქვენ ხედავთ იმას, რომ პარტნიორი აი განზე დგას, გვერდიდან უყურებს, ხო, რაღაცა პრობლემა ხდება, რაღაცა ოჯახი ურთიერთობა თავზე გენგრევად
მაპატიეთ პარტნიორი ამ ყველაფერს გვერდიდან უყურს. აი თითქოს შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ არაფერს არ აკეთებს ამისთვის, ხო? არაფერს არ აკეთებს თუ ვერაფერს ვერ აკეთებს. მოდით ახლა ჩვენ ამასაც შევხედოთ, ხო? ნუ ყურმა მოგვივიდა, მივხედავთ იმისა, რომ ნასტა სწორედ მიჭერს. არა, არაფერს არ აკეთებს და ვერაფერს ვერ აკეთებს. მოდით ახლა ჩვენ ნახოთ, ისევ მოვიშველიოთ ჩვენი ჩემი ესეთი ძიმე არტილერია. სასაცილო რა არის აი ამ სიტუაციაში ხარ რასაც ჩვენ რაზეც ვაკეთებთ ჩვენ გაშლას არ ვიცი მაგრამ ხანდახან ზემცე სიცილიო ხო ვიღაცას მე მგონი აი ახლა ამ მომენტში ძალიან მწარედ გაეცინა ხო მართლა სიმწრის ღიმილი ქონდა სახეზე არ მოქმედებს თუ არა ნეგატივი რომელიც ჩანს აქ ხო რომელსაც თქვენ წინათ გრძნობთ რომელსაც თქვენ ქვეცნობიერად ხვდებით ან სიზმრებში ხედავთ ან შეიძლება ნახეთ რაღაცა ან დიაგნოსტიკა გააკეთეთ ხო მოქმედებს თუ არა თქვენს პარტნიორზე აი ეს ნეგატივი მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. სახში ნამდვილად არის რაღაცა, ნუ ოჯახზე, წყვილზე ნამდვილად ჩანს აქ რაღაცა. ეხლა უნდა თქვა ხო, აუცილებლად, ვინც ხშირად მისმენს, ალბათ ყელში აქვს უკვე ამოსული, მაგრამ უნდა მაპატიოთ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ერთი ადამიანიც რომ იყოს, რომელიც პირველად უყურებს ჩემ გაშლას, გული არ უნდა გაუხეთო ხო, ბუნებრივია და უნდა შევახსენო, რომ მეგობრებო, ეს არის საჯარო გაშლა. ამ გაშლას უყურებს რამდენიმე 1000 ადამიანი. ვიღაცამ შეიძლება ძალიან კონკრეტულად 100%-ით 1000 და მილიონი პროცენტით ვიღაცასთან რეზონირდებოდეს. ეს ამ შემთხვევაში ხა ეს გაშლა თუ რეზონირდება, ეს არის განგაშის ნიშანი, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი, უცებ დაინგრა ქვეყანა და ყველაფერი ესე არის. არ იმოქმედოთ და არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ საჯარო გაშლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საჭირო არის აუცილებლად პირადი კონსულტაცია. ამ შემთხვევაში აი ხა მაგალითად ხო ხშირად წერენ ხოლმე აი ამა და ამ გაშლას უყურებ. ნუ როგორც წესი მე გაშლას ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ და არ ვიმახსოვრებ რაში მჭირდება ეს, მაგრამ ხა ვიღაცამ შეიძლება დღევანდელი გაშლა ნახოს, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება 1 წლის წინანდელი გაშლა ნახოს, ხო? და იმის მიხედვით მითხავს, რომ აი რეზონირდა ეს გაშლა, ხო? აი ამ კონკრეტული გაშლის მიხედვით აქ რა თქმა უნდა საჭირო არის დიაგნოსტიკა თქვენზეც, თქვენს პარტნიორზეც საჯარო გაშლის მიხედვით თუ მიმსჯერებთ და ზოგადად სახლზე ან ოჯახის დიაგნოსტიკა არის საჭირო, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება საჯარო გაშლის მიხედვით დასკვნების გამოტანა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გადადგმა. საჭირო არის პირადი კონსულტაცია. აქ საჯარო გაშლის მიხედვით გვაჩვენებს, რომ აშკარად ეგრეთ წოდებული შეიძლება რაღაცა პატკლადი, მათ შორის შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული სასიყვარულო სახის ეგრეთ წოდებული სასიყვარულო სახის მაგია შესრულებული აქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვენ ხედავთ აქ ხო, ხა რაზე საუბრობდი აქ ხო? ეხლა ეს ავიღოთ ჩვენ და გავაგრძელოთ ისევ ჩვენ გაშლაზე საუბარი. ხედავთ აქ ხო, ანუ ადამიანი რას აკეთებს, ხედავთ თქვენ რომ რაღაცა ნუ აი ინგრევა ყველაფერი, რაც იყო საერთო, რასაც ესე რუჯუნებით უფრთხილდებოდით ორივე, რაც ორივესთვის ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებდა. თითქოს მას არ ემართება ეს ყველაფერი. თითქოს მასთან ეს ყველაფერი არ ხდებოდეს, ხო? აი ესე იქცევა. მოდით ახლა ვნახოთ, რამდენად ხდება იმ რეალობას, გადავედით ხო მის ქვეცნობიერში, რამდენად ხდება იმ რეალობას, რამდენად აღიქვავს იმ რეალობას, რომელშიც არის ეს ადამიანი მოქცეული. და დარწმუნებული არის 100% დარწმუნებული არის ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ბედნიერად არის. ეხლა ნახეთ. ნუ რა თქმა უნდა ვერ ხდება, ვერ აღიქვავს, ვერ აცნობიერებს იმას, რაც ხდება თქვენ თავს, თქვენს ოჯახს, თქვენს ურთიერთობას, თუ ოჯახური წყვილი არ ხარ და უბრალოდ ურთიერთობაში ხართ ერთმანეთთან. აი საერთოდ ასე არის. მას გონია რომ ყველაფერი დალაგებულად არის, რომ ყველა იღბალი მის მხარეს არის, ბედნიერება მის მხარეს არის. აი ეს ძალიან დალხენილად არის, ხო? დალხენილად რა თქმა უნდა ბჭყალებს შევამბობ. ანუ ამ გულისხმობ იმას, რომ აი ეს რეალობა საერთოდ ვერ აღიქვავს, ვერ აანალიზებს, შეიძლება ხედავდეს, მაგრამ ვერ აანალიზებს იმას რეალურად რა პრობლემის წინაშე გახართ და რა ხდება. ანუ იცით რა გონია, რომ რაღაცა სასწაული მოხდება და თავისით დალაგდება ყველაფერი, ხო? აი მართლა გვერდიდან უყურებს, როგორც მაყურებელი, არა როგორც მონაწილე პირი, ხო? ამ ურთიერთობის, არამედ როგორც მაყურებელი უყურებს ამ ურთიერთობას. მოდით ორი სიტყვით შევხედოთ, ვნახოთ, თქვათ, როგორ გრძნობს, რა გრძნობები აქვს ამ ურთიერთობაში, რა უნდა ამ ურთიერთობისგან თქვენს პარტნიორს.
და ისევ და ისევ გვიჩვენებს რას, ხო? გვიჩვენებს იმას, რომ არის სრული გაურკვევლობა, ხო? რეალურად არის სრული გაურკვევლობა მასში, ძალიან კონფლიქტური არის, საკუთარ თავთან არის კონფლიქტური პირველ რიგში, საკუთარ მიზნებთან. ნახეთ, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მით უმეტეს თუ არის ნეგატივი, ეხლა ჩვენ აქ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლის დონეზე, აი ეს ნეგატივი მოქმედებს თუ არა, აი განაპირობებს თუ არა იმის ამარეულობას, მის კონფლიქტურობას, ხო, ურთიერთობაში და საკუთარ თავთან კონფლიქტურობას თქვენთან, ხო, რამდენად მოქმედებს აი ეს რაღაცა ნეგატივი, რაც არის, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ, ხო, და ვერ დავასახელებთ ამ ნეგატივს. ნუ შეიძლება საჯარო გაშლამ როგორც გვიჩვენა, აქ იყოს რაღაცა პატკლადი, ანუ როდესაც სახლზე, ოჯახზე რაღაცას აკეთებენ, ხო? ანუ რაღაცა რო დევს, რაღაცა ნივთი, რაღაცა რო გააკეთეს, ხო? ფიზიკურად და ასევე ეგრეთ წოდებული სასიყვარულო მაგიაც შეიძლება იყოს აქ. მოქმედებს არა, მოქმედებს კი რა ანგრევს მას. ხო, ანგრევს, ანუ აბსოლუტურად შლის ამ პიროვნებას, ანგრევს ამ პიროვნებას, რა კუთხით ანგრევს, ეხლა ჩვენ ვნახოთ, რაზე მოქმედებს კონკრეტულად თქვენს პარტნიორზე, ვინც ჩაიფიქრეთ ეს კონკრეტული ნეგატივი, რაზე მოქმედებს. რა მიმართებაში? პირველი, მოქმედებს მის ოჯახზე, მის ურთიერთობაზე. ხო? მის პირად ურთიერთობაზე, ან მისი პირადი ურთიერთობის სტაბილურობაზე მოქმედებს. ენერგეტიკაზე, ხო? მის ენერგეტიკაზე, ანუ მისი ენერგეტიკა არის საკმაოდ ძლიერი დარტყმის ქვეშ, მის ემოციებზე და გრძნობებზე. გამოხატულება რამდენად გამოხატავს, ანუ იმის ნაცვლად, რომ ის გრძნობები, რომელიც მას აქვს, ის ემოციები, რომელიც მას აქვს, თქვენს ურთიერთობაში, თავის ოჯახში, პირადად კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში, როგორც ქალთან, ხო? როგორ მოქმედებს? იმის მაგერად, რომ გამოავლინოს, რომ რეალურად მას როგორი გრძნობებიც აქვს, ხო? აი სითბო სიყვარული, ის აჩენს კონფლიქტს, ხო? ცდილობს, რომ რაღაცნაირად კონფლიქტური სიტუაცია შექმნას. და კიდევ ერთი რაზე მოქმედებს. აი ისევ და ისევ მისი დამოკიდებულება საინტერესოდ არის აღმოჩნული. ნახეთ, აი ჰამაკში წევს, აბსოლუტურად გამოფიტული, ჩონჩხად ქცეული, მოდი ესე ვთქვათ, და ვითომ არაფერი არ ხდება. ანუ ვერც კი ხვდება რამხელა საფრთხის წინაშე არის, ხო? მისი რეალობა, მისი პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი მასზე რეალურად მოქმედებს. ეხლა მოდით ვნახოთ მოდით ეხლა ვნახოთ ჩვენ თქვენზე როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი. ნუ თქვენ კი იცით, მაგრამ მაინც ვკითხოთ, ხო? იმის იქით რაც იცით და ხვდებით, იმის იქით როგორ მოქმედებს თქვენზე. აი იცით როგორი ადამიანი ხართ? მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხო, ისევ და ისევ გვიჩვენებს, როგორ სკრუპულოზულად, როგორ ნაბიჯ, როგორ აი თითო ღერი, ხო, აი ესე ცდილობთ, რომ აი აქ ყველაფერი დაალაგოთ, ხო? აი თითქოს თქვენ მაინც ვერ განგრევთ, მაგრამ გაქვთ შიშები, რომ არ ვიცი მართლა იპოვეთ რაღაცა თუ ნუ მოკლედ რაც იყო, არა აქვს ახლა, არა დავაკონკრეტდები, რომ ერთი მიმართულებით არ წავიყვანა კონკრეტულად გაშლა. მოქმედებს იცით როგორ სულ გონიათ რომ აი მოლოდინში რომ აი რაღაცა ცუდი მოხდება, ხო? აი რაღაცა დაინგრევა, ისევ რაღაცას იპოვეთ, ისევ რაღაცას აღმოაჩენთ, ისევ რაღაცას გაიგებთ, რაც არ არის კარგი თქვენი ოჯახისთვის, რაც არ არის კარგი თქვენი ურთიერთობისთვის, ხო? წყვილისთვის თუ თქვათ, თლად ოჯახური წყვილი არ ხართ, ხო? მაგრამ აქ ძალიან იცით როგორი წყვილისკენ მიგვანიშნებს, მაინც ოჯახური წყვილისკენ და მაინც აქ შეიძლება კიდე ოჯახი იყავით და დაიშარეთ, ხო? აი ეს მომენტიც შეიძლება იყოს, უბრალოდ მაინც თქვენ ცდილობთ, რომ არ ვიცით, ბოლო არ ვიცი, ეს ადამიანი გეცოდებათ, ამ ადამიანის მიმართ გაქვთ, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანი ხართ ესეთი, ვერც ცუცუსურებთ ვერავის, ვერც ეგუებით რაღაცა უსამართლობას, ხო? და გონიათ, რომ აი აქ უსამართლობა არის, გონიათ, რომ აქ კონკრეტულად თქვენს პარტნიორს ან თქვენზე, ხო? წყვილს როგორც წყვილზე ისევ ამბობ, რაღაცას უსამართლოდ ექცევიან, ხო? ეხლა რა თქმა უნდა შევხედოთ უკვე ამითაც, ხო, თქვენზეც როგორ მოქმედებს, რა მოაქვს თქვენთვის, აი ამ ნეგატივს, რომელიც აქ ჩანს, ხო, კონკრეტულად თქვენთვის.
ნუ ფაქტია რომ მთლიანად შეიცვალა თქვენი ცხოვრება, ხო? შეიცვალა თქვენი ცხოვრება, დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ვერ ვიტყვი რომ რწმენას კარგავთ, ამას ვერ ვიტყვი. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რწმენას კარგავთ, მაგრამ იცით რა არის? აი თითქოს მოქმედებისგან უფრო ნელ-ნელა შორს იჭერთ თავს, ხო? თითქოს გონიათ რომ დაგვიანებულია, არასოდეს არ არის. ნუ კი ამბობენ ხოლმე ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, მაგრამ არავინ არ იცის არასოდეს როდის არის სწორედ ის დრო, როდესაც ადამიანმა უნდა იმოქმედოს, ხო? იქ თუ სიტყვა არის სათქმელი, თუ რაღაცა ფიზიკურად მოსამოქმედებელია, თუ წმენდა არის, თუ ნუ მოკლედ რაც არის, ხო? ვისთვის როგორ რა იქნება კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, ხო? რწმენას არ კარგავთ, მაგრამ აი მოქმედებაში ცოტა შენელებულები ხართ, ხო? რაღაცნაირად უფრო გაჩერებულები ხართ. თან თითქოს იცით როგორ ხართ, აი ისევ და ისევ, ხო? აი თქვენს ენერგიაზე ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ხო? გაცლით ამ ენერგიას, მაგრამ თქვენში იმდენი მზეა, იმდენი დადებითი ენერგიებია, რომ აი თითქოს აი ნოლზე რომ მიხვალთ, ისევ აი ვცდილობთ ამოფოფხდებით რაღაცნაირად, ისევ ახვალთ ამ კიბის ნაბიჯებზე, ამოაგროვებთ ამ ენერგიას, რდუნებით ისევ ვცდილობთ რაღაც გააკეთოთ, მერე ისევ ეშვებით ქვევით, მაგრამ აი ამ დაშვების მომენტში, ხო, როდესაც ისევ უკან მიდის საქმე და უკან მიდის თქვენი ურთიერთობა, მაგ დროს თქვენ გახსენდებათ სწორედ აი სიზმრები, არ ვიცი, თუ დიაგნოსტიკა გააკეთეთ, ის დიაგნოსტიკა, თუ სხვა მინიშნებები იყო, არ ვიცი, ხო, ინტუიცია და ასე შემდეგ, რაც ჩამოვთვალე ბევრჯერ უკვე, ისევ და ისევ ეს გახსენდებათ, მაგრამ აი ნახეთ სად მოქმედებს ეს ენერგეტიკა, ეს ნეგატივი, რომ თითქოს თქვენ ხელფეხი შეგიკრათ საიმისოთ, რომ იმოქმედოთ, რომ გააკეთოთ, რომ შეცვალოთ რაღაცა, ხო? აი სწორედ ამ მომენტში იმოქმედა აი ამ ნეგატივმა თქვენზე. და აი ამ სიტუაციამ, რომელიც თქვენთან არის შექმნილი, ხო? იმოქმედა თქვენზე, აი სწორედ ესეთი სახით, ხო? ანუ კი იკრებთ ისევ ამ ენერგიას, ხო? ისევ ამრავლებთ ამ ენერგიას, ისევ ვცდილობთ, რომ სწორი კალაპოტი მისცეთ, სწორად მოიქცეთ, სწორი მიმართულება მიცეთ, მაგრამ აი გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგავთ, ხო, თითქოს აი და გრძნობთ კიდევაც ამას, რომ აი გადამწყვეტ მომენტში უკან იხევთ. რა მოხდება თუ ყველაფერი ამ მიმართულებით განვითარდება? არაფერს არ მოქმედებთ, არც თქვენი პარტნიორი, არც თქვენ რა მოხდება თუ თქვენი პარტნიორი, ორივე მხარე შევხედოთ, ხო, რა მოხდება თუ არაფერს არ აკეთებთ, არც თქვენ, არც თქვენი პარტნიორი და მეორე შემთხვევაში თუ იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში უკვე აი ეს მესამე პირი, რომელიც აქ ამოგვივიდა, მესამე პირი შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, შეიძლება რაღაცა ქალი იყოს, რომელიც გაიჩინა თქვენმა პარტნიორმა და რომლის გარშემოც ტრიალებს. ნუ აქაც არ კონკრეტები, ვინ არის ეს მესამე პირი ამ პირები, ხო? ასეთ შემთხვევაში, ნუ გვიჩვენებს, რომ გამარჯვება სხვა ნახულობს. ხო, აქ უკვე სხვანაირად დატრიალდება მოვლენები. აქ უკვე სრული ძალაუფლება და სრული მმართველობა და უფლებები თქვენს პარტნიორზე და თქვენს ურთიერთობაზე უკვე აი მესამე პიროვნებას ექნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, ზემოქმედებებით ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, აქ უკვე იქნება. აი, როგორ გითხრათ, აი სრული ქალიშვალი დატრიალდება, ხო? იქნება ზემოქმედებებით, ხო? და იქნება მისი გავლენის ქვეშ. თქვენი პარტნიორი, თქვენი ურთიერთობა უკვე სრული უფლება იქნება მასზე. რა მოხდება თუ იმოქმედებთ? პარტნიორი ამოგვივიდა, რომელიც ნელ-ნელა ფხიზლდება და იღვიძებს. და ნახეთ, აქ გვიჩვენებს, რომ აი ეს რაღაცა უკუღმატრიალდება. ნუ რა თქმა უნდა, ადამიანი როდესაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, უკუღმატრიალდება ყველაფერი ის, რაც ცუდია, რაც ნეგატიურია თქვენთან, რა თქმა უნდა, მის, ანუ იწყებს პარტნიორი გამოფხიზლებას, მის გონებაში უკვე ცოტა ნათელი აზრები შემოდის, როდესაც თქვენ იწყებთ უკვე მოქმედებას. ნახოთ აქაც. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მცდელობები და თქვენი, ნახეთ, თქვენი მცდელობები, თქვენი ლოცვა იქნება ეს, შელოცვა იქნება, გამოლოცვა, წმენდები, არ ვიცი, მოკლედ რა იქნება, ასეთ შემთხვევაში უკვე მოქმედებს და აი ეს ადამიანი, ხო, ვიზეც თქვენ
როგორ ხლართავს ყველაფერს, როგორ შხამავს ყველაფერს ეს მესამე პიროვნება. ეხლა დავამატე უბრალოდ აქ მაინტერესებდა როგორი პიროვნება არის ეს პირი, მესამე პირი, რომელიც თქვენთან ტრიალებს, ეს ხო გველივით არის თქვენთან შემოხვეული და გშხამავთ, ხო? როგორ საცეცებ თავის საცეცებით, როგორ აბავს ობობის ქსელს. ეს არის ძალიან დიდი ნეგატივის მატარებელი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაიმეტოს სხვა პიროვნება, სხვა ადამიანი, სხვების კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი სურვილებისთვის, ხო? აი ესეთი პიროვნება არის. და ნუ აი ესეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ თუ არა ტარო მასწრებს, შეძლებთ თუ არა მის დამარცხებას, რა თქმა უნდა, შეძლებთ, მაგრამ აქ უკვე საჭირო არის თქვენი მოქმედება. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა ჩემო კარგებო, მე ძალიან მომეწონა ეს გაშლა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრისთვის ეს გაშლა ათასობით ადამიანზე კი არა, მაგრამ იქნებიან ადამიანები ალბათ, იმიტომ რომ ისეთი ცხადი ნათელი სურათი დამიხატა, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც აი ერთ-ერთში არის და იმედია გამომეხმაურებით დაწერთ მეტყვით, იმიტომ რომ მიხარია ხოლმე მე რომ მეხმიანებით და იმედია გამოგადგებათ ეს გაშლა იმისთვის, რომ იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და ასე შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ ვისაც უნდა რომ და ესეთი სიტუაცია გაქვთ ახლა რაც ჩვენ გავაკეთეთ და გსურთ რომ კონკრეტულად თქვენთვის მორგებულად გავაკეთოთ პირადი კონსულტაცია, თუ დიაგნოსტიკა, ანუ ენერგეტიკის შემოწმება და ასე შემდეგ, რიტუალებზეც, წმენდების მოხსნა განეიტრალების დაცვებზეც შეგიძლიათ მომმართოთ, უკვე იცით, ხო? უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე 5111318, წერთ WhatsApp-ში ან Viber-ში, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, ველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენს შეხმიანებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, რომ მისმენთ. ყველას თითოეულ თქვენთაგანს გამოწერისთვის, აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის, მოწონებებისთვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვისაც არ აქვს ჩემი გვერდი მოწონებული და გამოწერილი, იმედია მოიწონებენ და გამოიწერენ, თუმცა სტუმრობისთვისაც, რომ შემოისერნებთ ხოლმე ჩემს არხზე, სტუმრობისთვისაც ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.